იცი რა ხდება, როცა დრო გაჩერდება და მხოლოდ შენ აგრძელებ მოძრაობას. ერთ ძველ საათში, დრო კი არა, დაკარგული ისტორიები იმალებოდა. მარიამს ყოველთვის აინტერესებდა დრო. ამბობდა, რომ დრო უბრალოდ არ გადის, ის ინახავს ამბებს. ერთ დღეს ბებიას სახლში, ცხვენში ძველ ნივთებს ათვალიერებდა. ტვრიან ყუთში მან იპოვა უცნაური, ძველი საათი. საათი არ მუშაობდა. ნეტარა ისტორიას მალავ. უცებ. საათმა თავად დაიწყო მუშაობა. ოთახში ყველაფერი გაჩერდა. ფარდა შუა მოძრაობაში გაიყინა. ტვრის ნაწილაკებიც ჰაერში გაშეშდა. მარიამმა ირგვლივ მიმოიხედა და მიხვდა. დრო გაჩერდა, მხოლოდ ის მოძრაობდა. საათიდან ნაზი სინათლე გამოვიდა და ჩუმი ხმა გაისმა. დრო იკარგება. იპოვე ის, სანამ გვიანი არ არის. მარიამმა ნაბიჯი გადადგა და საათს დახედა. ისრები უკან მოძრაობდნენ. დრო ქრება. ამ დროს მის წინ პატარა ჩრდილი გაჩნდა. თითქოს ბავშვის ფორმა ჰქონდა, მაგრამ სახე არ უჩანდა. მე ვარ დაკარგული წუთი და ჩემსავით კიდევ ბევრია. როგორ დაგეხმარო? იპოვე დავიწყებული მომენტები, ის რაც ადამიანებმა მიატოვეს. მარიამმა მოგზაურობა დაიწყო გაჩერებულ სამყაროში. უცებ მის თვალწინ პატარა სცენა გაჩნდა. გოგო, რომელიც ამ თოჯინას ეფერებოდა და ეუბნებოდა, შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ. მარიამმა მოათვალიერა ოთახი და იპოვა პატარა თოჯინა, რომელიც მტვერში ეგდო. ალბათ შენთან აღარავინ თამაშობს. მოდი კიდე ერთხელ ვითამაშოთ. პატარა სინათლე გამოჩნდა და საათში დაბრუნდა. ზოგჯერ ნივთები არ ტყდება. შეიძლება უბრალოდ სითბო აკლდებათ. ფანჯარასთან მარიამმა ნახა დაუმთავრებელი ნახატი. მზე ნახევრად იყო დახატული. ცის ნაწილი ცარიელი დარჩენილიყო. რატომ არ დაასრულეს? უცებ პატარა ხმა გაისმა. იმიტომ რომ ხატვარმა თქვა არ გამომდის. მარიამმა ფუნჯი აიღო. ცოტა შეყოყმანდა. მერე კი მზეს ბოლო სხივი დაამატა. ნახატი უცებ გაცოცხლდა. ფერები უფრო კაშკაშა გახდა და კიდევ ერთი სინათლე დაბრუნდა საათში. ყველაფერი მასში ხდება რამაზი, როცა ბოლომდე ცდი. მარიამმა პატარა ყუთში იპოვა ძველი წერილი. ის არასდროს გახსნილიყო. ნეტარას წერდა. მან ფრთხილად გახსნა. წერილში ეწერა: ძალიან მიყვარხარ, უბრალოდ ვერ გითხარი დროულად. მარიამს გული აუჩუყდა. სიტყვები არ უნდა დავაგვიანოთ. ყველაზე დიდი სინათლე დაბრუნდა საათში. ყოველ ჯერზე, როცა მარიამი ამ ნივთებს ეხებოდა, პატარა ნათელი ნაწილაკები საათში ბრუნდებოდა. საათი ნელ-ნელა ივსებოდა და მარიამმა იგრძნო. ის უბრალოდ ნივთებს კი არ პოულობდა. ის აბრუნებდა დავიწყებულ სითბოს. მარიამმა საათი ხელში აიღო. ის ძლიერად განათდა.
და უცებ ყველაფერი ამოძრავდა. ფარდა ისევ აფრიალდა. ჩიტმა ფრენა გააგრძელა. ქალაქმა სუნთქვა დაიბრუნა. მარიამმა საათი თაროზე დადო. შენ დრო გადაარჩინე. ახლა უკვე ვიცი, დრო არასოდეს დაიკარგება. თუ ერთმანეთი და ჩვენი საყვარელი ნივთები სულ გვემახსოვრება.